კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უწყებაში გუშინ განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარის ძებნილი და მსჯავრდებული. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად ის დააკავეს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 354 მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის. რადიკალური ოპოზიციის მოლოდინი გუშინ გამართულ აქციაზე მხარდამჭერთა მობილიზების ნაწილში კონკრეტული ევროპარლამენტარების ჩართულობის მიუხედავად არ გამართლდა. ასევე როგორც ყოველთვის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არც 26 მაისის აქციაზე კარგავდა აქტუალობას. სააკაშვილის მხარდამჭერი შეძახილები ისმოდა სცენაზეც და სცენის მიღმაც. ბუნდოვანი და ურაზროვანი იყო ექს-პრეზიდენტის საულმე ზურაბიშვილის გამოსვლა ადგილობრივ არჩევნებში პარტიათა მონაწილეობის შესახებ, რასაც მალევე კრიტიკული შეფასებებით გამოეხმაურნენ თავად ოპოზიციაში. ალბათ ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან ბოლო-ბოლო თუ სხვა არა, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი. სენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არ შესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა. პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა. იმედს ვიტოვებ, რიგი პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას. ხუთი სიტყვების გასროლა მე მგონი აღარ შეიძლება. საულმე ზურაბიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარი რასა იუკნივიჩიენე დაესწრო. ევროპარლამენტარმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა სცენიდან სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, ზურაბ ჯაფარიძეს და მიხეილ სააკაშვილს. ევროპარლამენტარების აქციაში მონაწილეობას საფასებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ქვეყნის გარედან საქართველოში პროცესები ვერ წარიმართება. მიაქვარ მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისთვის. ამ ადამიანების ჩამოსვლა აქ ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მათი აქაური აგენტები, რომლებიც არიან ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, როგორმე გაამხნევონ და იმ მინავლებულ საპროტესტო მუხს დამატებით ცეცხლი მისცენ, დენთი მისცენ, რათა როგორღაც შეძლონ პროცესების შემოტრიალება, რაც რა თქმა უნდა მათ არ გამოუვათ. ალბათონი რასას მიმართ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება ჩვენ კარგად ვიცით. სუბუქად რო ვთქვათ, ნამდვილად არავის არ უხარია მისი ჩამოსვლა. ეს ალბათონი იქცა ჩვეულებრივ ფაშისტად, ისეთ განცხადებებს აკეთებს. ეხლა სცენიდან იქ რაღაცა მიხეილ სააკაშვილსაც სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ალბათონი ბატონი სააკაშვილის ძველი მეგობარია და შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მეგობარია და გონია, რომ აქ თავისი ჩამოსვლით რაღაცას, რა ვიცი, შეცვლის განწყობებს ჩვენ საზოგადოებაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რეგიონებში გრანდიოზული გალა კონცერტებით დასრულდა. მიწვეული შემსრულებლები მსმენელის წინაშე ძველი და ახალი ჰიტებით წარდგნენ. მუსიკალური ნომრების პარალელურად 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებზე მთელი დღის განმავლობაში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა გაიმართა. ტრადიციულად გამოიფინა სამხედრო ტექნიკა. გარდა ამისა, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეებით ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა.
გილოცავთ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მე ძალიან მოხიბლული ვარ ამ დღით. მიხარია რომ შევძალი აქ და საკმაოდ კარგი დროც გავატარე. ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ოზურგეთში ყოველთვის განსაკუთრებულად იციან ხოლმე დახვედრა, დიდი სიყვარული, საოცარი ენერგია, შქარები, ენერგიულები და ყოჩაღები რომ არიან, როგორების თვითონ არიან, სუსტად ისეთია ხოლმე მათთან ერთად გატარებული დრო. ქუთათურებს ულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ქუთაისიდან სრულიად საქართველოს უსურვებ მშვიდობას, ერთიანობას. აუღუწერელია სიტყვით ის ემოციები, რა ემოციების დაგვეუფლა ამ საოცარ ხალხთან შეხვედრით. დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ რუსთაველებს, კიდევ ერთხელ რუსთავს და რუსთავიდან მთელ საქართველოს ულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან საინტერესო საღამო გამოვიდა და გილოცავთ ყველა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ზუგდიდში ვიმყოფებოდით და მე მგონი საინტერესო კონცერტი ჩავატარეთ. დღემ ჩაიარა საოცრად, როგორც კახელებს და თელაველებს შეეფერება, კიდევ ერთხელ გილოცავთ, რავალს დაესწარით სრულიად საქართველოს. ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ მიხეილ ყაბელაშვილს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ერცოგის თქმით, ისრაელი აფასებს იმ მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომელიც საქართველოსთან აქვს. საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც. ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების სახელით გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ჩვენ ღრმად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან, ვინაიდან გვაკავშირებს საერთო გეოპოლიტიკური ინტერესების არაერთი სფერო. გადმოგრძობთ ძალისხმევას ჩვენი ერების პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიც არის ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული გაცვლები. პოლიტიკის მიღმა არსებობს ღრმა და ისტორიული კავშირი ჩვენ ორ ერს შორის. საქართველოში არსებული მრავალფეროვანი ებრაული საზოგადოება და ქართველი ებრაელები დღესაც წარმოადგენენ ცოცხალ ხიდს ჩვენს შორის, რომელიც ქმნის მტკიცე საყრდენს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განსამტკიცებლად. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ეროვნული მნიშვნელობის დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას. ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სახელმწიფოებრივი დღესასწაულები ამავდროულად წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ ერთად გავიაზროთ გლობალური გამოწვევები. საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო ხშირად დგება რთული ამოცანების წინაშე, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა მრავალმხრივი მიდგომა. კლიმატური კრიზისიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და მზარდი სოციალური უთანასწორობით დასრულებული. ამ სულისკვეთებას ასახავს პაქტი მომავლისთვის, რომელიც გასული წლის განმავლობაში დაამტკიცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ემყარება მრავალმხრივობის გაძლიერების, მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ყველასთვის ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ამ განსაკუთრებულ დღეს. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიიღოთ ჩემგან ღრმა პატივისცემა და კეთილი სურვილები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლე და სასახლის ეზო საქართველოს დროშის სფერებში განათდა და საზეიმოდ მოერთა. დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიწვეულია დიმიტრი სანაკოები, რომელიც 2004 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრებს. გვექნება კითხვები მასთან იმ წლებთან დაკავშირებით, როდესაც ის მოღვაწეობდა საჯარო სექტორში, სწორედ იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2004-2008 წლებში დაახლოებით და გამომდინარე აქედან დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება მისი ახსნა განმარტება კომისიისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი საკითხები, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან არსებული საკითხები ჩვენ გამოვკითხეთ ძალიან ბევრ პიონებას. შექმნეს ეს ადმინისტრაცია და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ შემოუსაზღვრეს ტერიტორია, რომელიც ახლა გახდა საოკუპაციო ხაზების გატარების ადგილი. და პირდაპირ მიყვებიან რუსი ოკუპანტები და ავლებენ ხაზებს აი მაშინდელი შემოსაზღვრული ამ კატეგორიებით და ამ მონაცემებით. ამიტომ ყავს ის დაბარებული, ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა მიზანს ისახავდა ამ ადმინისტრაციის შექმნას, რეალურად რა საფუძველი ქონდა ამას და მე ყველა ერთად გავაანალიზებთ რა შედეგები მოიტანა ასეთმა ნაბიჯებმა.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიმდინარე კვირაში განიხილავენ. ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აღდგენას ეხება. 2005 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება ნაციონალურმა მოძრაობამ გააუქმა. მას შემდეგ ქართული ენა სავალდებულო საგნების სიაში მხოლოდ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზეა. 2025 წლის ოქტომბრიდან კი ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება. ამ პროცესში საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნული თვითშეგნება გააძლიეროს ახალგაზრდებში, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედოს თუ რა კულტურის, რა კულტურული მემკვიდრეობის მატარებელია საქართველოს. საქართველოს ისტორიის კიდევ ერთხელ გადახედვა საკმაოდ მნიშვნელოვანია, არა მარტო იმისათვის, რომ გაიზარდოს პატრიოტი თაობა, არამედ იმისათვის, რომ უზრუნველყოს ამ თაობამ ეროვნული ინტერესების დაცვა, უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. მე დროებით გამშვიდობებით.